სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთს ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ დღევანდელ დღეს დანოდათ მანო წაკითხული იქნა სახარება სადაც თითქოს აბსოლუტურად ყველაფერი გასაგებია ერთია რომ გასაგებია თითქოს ყველაფერი და მეორეა კიდევ ერთი შეხედვით და ჩვენი ესე იგი ადამიანური დაკვირვებით თუ ამას შევხედავთ ყველაფერი სამართლიანია იმიტომ რომ იყო კაცი რომელსაც დიდივალი აპატიეს მერე გარეთ გამოვიდა ეს კაცი ნაპატიები კაცი მოკლედ და რაღაცა მცირევალი ქონდა უმნიშვნელო ვიღაცას მისი და მან ეს არაპატია ამის გამო დაიჭირეს და დასაჯეს და უთხრეს რომ შენ ამდენი გეპატია ახლა რაღაცა მილიონი გეპატია და ახლა 100 ერთეული როგორ შეიძლება შენ ვიღაცას არაპატიოს თითქოს ყველაფერი გასაგებია არც ახსნა სჭირდება ამას ყველაფერს თითქოს ყველაფერი ძალიან სამართლიანად არის მაგრამ სამართლიანად არის რასთან მიმართებაში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ თუ ამას უყურებთ და ასე ვაფასებთ რომ სამართლიანია იქ რაც მოხდა აბა ეხლა კარგად დაფიქრი რომ შენ როგორ იქცევი ასეთ შემთხვევაში და იგივე სამართლით შენ რომ მოგიდგნენ გაწუხვა შენ ხარ თუ არა ამ საქმის ასე აღმსრულებელი რომ შენ რასაც გპატიობენ შენ იგივეს პატიობ თუ არ პატიობ მაინც რომელ პატიებაზეა იცით საუბარი აქ არ არის მხოლოდ და მხოლოდ ცოდვებზე ლაპარაკი აქ არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ფულად ფინანსებზე ლაპარაკი რომ ესე იგი ვიღაცის ვალი ქონდა და ეს ვალი იყო გადასული კი სახარებაში ასე არის აღწერილი მაგრამ ეს ალეგორია ეს რა თქმა უნდა სიმბოლურია ყველაფერი რომ თითქოს ფულადი ვალი ემართა მისი და ამბულს თხოვდა არა აქ ჩვენ ვამბობთ ასეთ რამეს აბა ნახეთ რომ ადამიანს მართებს ყოველთვის ვიღაცისა და თუ მართებს აი რაღაცნაირად იტანჯება აი ამ ვალისგან იფიქრიათ ამაზე ვალი რა საშინელებაა ეს სახარება სინამდვილეში ამას გვიცხადებს როდესაც ვიღაცის ვალი გაქვს გინდა თუ არა დამონებული ხარ აი ამ ვალს იმიტომ რომ დამოკიდებული ხარ ამ ადამიანზე მას შეუძლია განაცხადოს ესეთი რამ რომ შენ ეხლა ეს ვალი რომ გადაიხადო შენ ცოლ-შვილს გავყიდით საერთოდ მონებად და მხევლებად და გადავეხდით აი ესე ამ ვალს ეხლა პირდაპირი გაგებით დღევანდელ დღეს ეს ასე აღარ შეიძლება აღარ ხდებოდეს მაგრამ აბა დაფიქრდით თუ არ არის ჩვენი სულიერი მდგომარეობა მსგავსი ამ სიტუაციისა როდესაც ადამიანი მაგალითად ეგოიზმით არის შეპყრობილი იფიქრიათ ამაზე რა არის ეგოისტური შეპყრობილობა ადამიანისა რა ვალებში შეიძლება ჩავარდეს მათ შორის ფინანსურში რა ვალებში შეიძლება ჩავარდეს თითოეულ ადამიანთან ადამიანი რომელიც ეგოიზმით არის შეპყრობილი იმიტომ რომ ყველაფერზე და ყოველთვის ფიქრობს რომ მე ყველაფერი და ცენტრი და წერტილი და ამოსავალი მისთვის არის ყოველთვის მე ამიტომაც დააკვირდით თანამედროვე ცხოვრებაში როდესაც ადამიანი ვერ თავისუფლდება აი ამ ეგოიზმისგან როდესაც ვერ თავისუფლდება ამ საკუთარი მეზგან რა ემართება მას აღმოჩნდება ესეთ ვალებში ფინანსურშიც მათ შორის იმიტომ რომ თავისი ეგოისტური მიზნების დასაკმაყოფილებლად ის აი ამ ფინანსურ ვალებზეც კი არ ამბობს ვარს თავისი ეგოისტური მიზნების დასაკმაყოფილებლად ადამიანი ძალიან ხშირად ვარს ვერ ამბობს მაგალითად აზარტულ თამაშებზე და ხომ გინახავთ რომ გაყიდე ახლა სამხდარი ეუბნებია და გაისტუმრე ეს ვალი არ არის ეს ცოლ-შვილის გაყიდვაზე უფრო უარესი იმიტომ რომ შენი ცოლ-შვილი გარეთ ქუჩაში რჩება იქ რომ გაყიდი იქნება კაი პატრონი მაინც შეხვდეს მაშინ მონათლობელობა იყო და მოუაროს უპატრონოს და უფასო საჭმელი მაინც ექნება მონას და მხევას ასე ქონდა და ახლა საერთოდ უპატრონოს შეიძლება დარჩეს იმიტომ რომ შენი ეგოისტური მე ვერ დაიკმაყოფილე და ამიტომაც თამაშობდი შენი ეგოისტური მე ვერ დაიკმაყოფილე და ამიტომაც ვერ შეეშვი ნარკოტიკებს ვერ შეეშვი ძალებას ვერ შეეშვი სხვა მავნე ჩვევას რომელიც აბსოლუტური ეგოა მეტი სხვა არაფერი
ერთხელ ასეთ საუბარს შევეწარე მე. მორფინისტი ადამიანი თავის ძმას ელაპარაკებდა. და იცით რა ვთქვა? რომ ის რაღაცა თითქოს შეგონებას ცდილობდა, დარიგებას ცდილობდა და ორივე ჩემი მეგობარი. და ეს ეუბნება რომ შენო ამისი გემო არ იციო და მაგიტო ლაპარაკობ ასე. და ამ კაცმა უთხრა საოცარი რა. პასუხი გასცა საოცარი რამ რომ რა გემო აქვს ასეთიო ჩვენს დედას რომ ჯობიაო რომელიც მოკვდა შენზე ნერვიულობით. რა გემო აქვს ასეთიო რომ მე მჯობიაო შენს ძმასო. მამას აღარ ლაპარაკობ, იმიტომ რომ ვერ მოესწრო კიდე კარი ეს საწოდავი ამ შენს ესეთ უბედურებას. და თუ ასეთი გემო აქვს რომ ჩვენ ყველას ამას გჯობია, ვინ ხარ მაშინ შენ? თუ არა ერთადერთი ეგო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, არა დედა, არა მამა, ცოლ-შვილი არ ყავდა ემობედოს, მაგრამ ნუ არაფერი მეტი შეიძლება არ გახსოვდეს. არ არის ეს ის მოთხოვნა რომ გაყიდეთ მისი ცოლ-შვილი და გადაიხადოს ვადა. არ არის ამ მდგომარეობაში ადამიანი, როდესაც გაყიდული აქვს მას ყველაფერი. ყველაზე სანატრელი, სანუყვარი, საფიცარი, მოსაფერებელი, ვინ შეიძლება იყოს, აი ესე გამეტებულია მისი ხელიდან, გადადებულია მისი ხელიდან გასაყიდად, იმიტომ რომ მოვა ეს მისი მოვალე და ეტყვის სამართლიანად, შენ უნდა დააბრუნო ეს ყველაფერი უკან. და სად გაიქცევა ამ დროს ადამიანი? ვის შეაფარებს თავს? ისევ მას უნდა დაუწყოს ხვეწნა. ამიტომაც არის რომ ყველანაირი ვალი არის მონობის დასაწყისი. არავისი არაფერი გემართოთ გარდა სიყვარულისა, პავლე მოციქული რომ წერს. არავისი არაფერი გემართოთ. ეხლა შეიძლება მართლა ჩავარდეს ადამიანი ვალში და ჩვენ ყველანაირ ვალზე აქ არ ვლაპარაკობთ. მხოლოდ ეგოისტურზე ვლაპარაკობთ. შეიძლება ჩავარდეს რაღაცა მკურნალობა დაასჭირდეს მას, მისი ოჯახის წევრს და ისესხოს და ეკურნალოს და ისწორე ეს სხვა საკითხია. მაგრამ ამას არ ვეხები, მე ვლაპარაკობ აი ეგოიზმის დასაკმაყოფილებელი ვალები რომ არის. ფინანსური თუ არაფინანსური არ აქვს მნიშვნელობა. დავალებული რომ ხარ აბსოლუტურად ყველასგან, მაგრამ ეს რომ არ გადარდებს. მაგრამ როგორც კი აღმოჩნდები ამ მოვალის მოთხოვნის წინაშე და ოდნავ გონებას მოეგები, ითხოვ შენდობას, ღმერთ შენის ჯერა. შენ როგორც კი იწყებ იმის ლაპარაკს რომ მე ამას აღარ გავაკეთებ, მე ამას აღარ ჩავიდე, მე ვეცდები რომ გამოსწორდეთ, ვიცოდეთ რომ გასულ კვირას ლაპარაკობდით სარწმუნოებაზე, გახსოვთ? აი სარწმუნოებით, როდესაც იწყებს ადამიანი ლოცვას, მოღვაწეობას, ღმერთს ყოველთვის ჯერა შენ და ყოველთვის გეხმარება ყველაფერ ამაში. ისევე როგორც ჯერა, როგორც ამ ბატონმა დაიჯერა და უთხრა რომ მე გავისტუმრებ შენ, როგორ უნდა გაესტუმრები? ისეთი თანხა არის დასახელებული, რაც მიუცდომელია ჩვეულებრივი ადამიანისთვის. მე რომ ვიღაცა მითხრას, ეხლა ესეთი თანხები ვალიო, ნუ ულხელი უნდა დავიკრიფო პირდაპირ, საიდან მოვიტან ასეთ თანხას? არ ჩემის სახლი და არ ჩემი საგვარეულო მოსახლეები შეიძლება არ ეყოფოს, არ ეყოს ამას. გულისხმობ ის, რაც სახარებაშია. და როდესაც ეს ადამიანი დაიჩოქებს იქ და იტყვის, რომ ოღონდაც ლუიზამთ მაგას და მე გამოვსწორდების ნიშნავს ეს და მე აღარ ვითამაშებ, მე აღარ გავიკეთებ, მე აღარ ვიქნები რაღაცა დამოკიდებული ამ ჩემს ეგოისტურ ჩვევებზე და პატიობენ მას. რა ხდება ამ დროს? ეს ნაპატიები ადამიანი, როდესაც გამოდის გარეთ, ხედავს მისნაირს და ყურადღებას აღარ აქცევს. ხედავს მისნაირს კი არა, უფრო ნაკლები დანაშაული რომ მიუძღოს, ისეც ხედავს, მაგრამ აღარ ითვალისწინებს ამას ყველაფერს. იმიტომ რომ ეს არის მოჩვენებითი გამოფხიზლება ეგოიზმისგან. როდესაც მოჩვენებითაც რაღაცა იმ წუთში სჭირდება სიტუაციას და გეტყვის, რომ კარგი, ეხლა მაპატიე და მეც აღარ ვიზა, მოგვონ ეს პატიება გულწრფელად არ უთხოვია მას. ეს გამოსწორება მისი გულწრფელობის სული სამოძახელი კი არ ყოფილა, უბრალოდ იმ სიტუაციას დასჭირდა და თავის გადასარჩენად გამოიყენა შენი სიკეთე, ღმერთის სიკეთე და ამიტომაც თქვა ის რაც თქვა, რომ თითქოს პატიება უნდოდა. თითქოს რომ მეც აღარ გააკეთებდა. მაგრამ მაშინვე დაამტკიცდა, რომ ამ ეგოიზმისგან არ არის ადამიანი გათავისუფლებული, რომელსაც არ შეუძლია სხვისი გათავისუფლება, რომელსაც არ შეუძლია სხვას რომ აპატიოს, რომელსაც არ შეუძლია რომ სხვის აქციელზე თვალი დახუჭოს, ვერ თავისუფლდება ის თავისი ეგოიზმისგან. ამიტომაც დღევანდელი სახარება პირდაპირი გაგებითაც, თუ კი ვიტყვით, რომ ყველაფერი გასაგებია
და სამართლიანია აი საკუთარი თავი ყოველთვის დააყენე იქ, სადაც გაპატიეს, სადაც შენდობა მოგცეს, სადაც უამრავი ვალის გადახდის შესახებ გითხრეს, რომ გათავისუფლებული ხარ ამ ყველაფრისგან და ამის შემდგომში აფასე შენი საქციელები ყველა სხვა ადამიანთან მიმართებაში, რომ დიაგნოზი დასვა, გათავისუფლდი თუ არა იმ ეგოიზმისგან, რომელიც მომაკვდინებელია, რომელიც შემჭმელია ადამიანის გულისა და რომელიც დააკარგინებს მას განა მარტო ფინანსურ მდგომარეობას, სულიერ წონასწორობას და სულიერ მდგომარეობას, დააკარგინებს საკუთარ თავსაც კი. იმიტომ რომ რა უბედურად დამთავრდა დღევანდელი მოთხრობილი იგავიცი, შეიპყრეს ეს კაცი და ჩააგდეს ციხეში, სანამ არ გადაიხდის იმ ვალს. ეს ვალი იყო გადაუხდელი ვალი. გარეთ მდგომი ვერ გადაიხადა და ციხეში მყოფმა როგორ უნდა გადაიხადეს. ისევე როგორც სანამ ცოცხალი ხარ, აქ გაქვს სინანულის საშუალება, აქ გაქვს იმის საშუალება შეინანო შენი ცოდვები და ღმერთს პატიებას თხოვო. ჯოჯოხეთისთვის სინანული აღარ არსებობს. ჯოჯოხეთში ვეღარ იმოღვაწევე. აქ გაქვს შენ მოღვაწეობის საშუალება, რომ ღმერთისკენ წახვიდე. შენდობა მიიღო, თანა კავშირი გქონდეს, მისი ნება შენს ნებასთან, შენი ნება მის ნებას ეთანხმებოდეს. ეს ყველაფერი სინერგიად იქცეს. ჯოჯოხეთში ეს შეუძლებელია. ისევე როგორც ამ ადამიანისთვის ვეღარ გადაიხდის უკვე იმ ვალს იმ ციხეში. სანამ აქ იყო, აქ უნდა ესარგებლა მას აი ამ ყველაფერს და არ ისარგებლა. იმიტომ რომ ვერ გათავისუფლდა თავისი ეგოისტური მოთხოვნილებისგან, იმიტომ რომ მე მჭირდება ეხლა ეს, მე მეკუთვნის ეხლა ის, რაც მე მერგება, შენ გაქვს ჩემგან წადებული და უნდა დამეგო. ამიტომაც ჩემო ზვირფასებო, თუ შეხედავთ ამას მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, შეხედეთ ამას სულიერი თვალსაზრისით, რას ამბობს დღევანდელ სახარებაში ღმერთი, რომ გინდა გათავისუფლდე ამ ტყვეობისგან, გინდა რომ არ აღმოჩნდე აი ამ ციხეში. კი გეუბნება ღმერთი, გათავისუფლე, მაგრამ კეთილინებე შენს და გაათავისუფლე შენს ირგვლივ ყველა ადამიანი, რომელიც შეკრულია შენს მიერ ეგოისტური ჯაჭვებით. ეს შეიძლება იყოს შენი ოჯახის წევრები, რომელსაც შენ გონია რომ გიყვარს, მაგრამ სინამდვილეში ტანჯავ მათ. ეს შეიძლება იყოს შენს ირგვლივ ყოფი, არა აქვს მნიშვნელობა, თანამშრომელი, მეზობელი, სრულიად უცნობი შემხვედრი ადამიანი, რომელსაც კვლავ შენი ეგოისტური ჯაჭვებით შეკრავ და მხოლოდ მესიქხოვ, მისგან ითხოვ ზრდილობას, მისგან ითხოვ ყურადღებას, მისგან ითხოვ სიყვარულს, მისგან ითხოვ პატივისცემას. ეს არის ყველაფერი, თითო ბორკილს ყოველდღე ადებ ვიღაცას და არაფრით არ გსურს რომ გაათავისუფლო ამ ბორკილებისგან და შენ სათანადოდ არ იქცევ. შენ გაგათავისუფლეს ამ ყველაფრისგან, მაგრამ შენ ბორკილების დიდი მარაგი აღმოგაჩნდა და აი ამ ბორკილებს ყველას თითო-თითოს ადებ. შენ ჩემი ფინანსი გმართებს, შენ სიყვარული, შენ ყურადღება, შენ ზრდილობა, შენ პატივისცემა, შენ ადგილის დათმობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სახარება სწორედ ამაზეა. ეს სახარება სწორედ ამ ამბავს გვიყვება ჩვენ. არა ფინანსურ ვალებზე, არამედ გვიყვება როგორ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი აი ამ ჯაჭვებისგან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ იმყოფებიან. ვილოცოთ ასეთ ადამიანებზე, ვისაც ჩვენ ამ ჯაჭვებით ვატყვევებთ და ვილოცოთ საკუთარ თავზე და შევთხოვოთ კაცმოყვარე ღმერთს, რომ რადგანაც შენ გაგვათავისუფლე, რადგანაც შენ მოგვეცი ჩვენ სრული უფლება იმისა, რომ ღვთისშვილებად ვიწოდებოდეთ, მოდი ჩვენს ასე მოვიქცეთ და ჩვენც გავათავისუფლოთ ყველა და შევხედოთ მათ როგორც თანასწორებს და არა როგორც ჩვენ რაღაც ზემოთ მდგომებს, რომლებიც ყველანი ჩვენი მოვალენი არიან და ჩვენ არაფერი მათი არ ვმართებთ. დაგვიფაროს ღმერთთან ამისგან. ამინ. ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყო.